მივდივარ. Haine potoi. Damedavabi. ეს ხადამჩა გამოსაკველი და იყოს რაუშ. ვაი დედა. აი მაშინ ახლა რა მიჭრაჭუნებს. რა მიჭრაჭუნებს, მამა? კვერცხის გამოსაღებად ვიყავი და ერთი კუთული გამოვიღე და მააქრა. არო. თითქოს რაღაცა ხმის. აი. როგორ ხართ? რა შვებით დაცხა? არა ვფიქრობ სიცხეზე. ვიღიმებით და ვიწყებთ ცხოვრებას. ესე ვიყოთ. 10:27 წუთია. დღეს ნინოსთან არ ვილაპარაკია. მოდი უცბად ნინოს დაურეკა. და მე ერთი საქმე გავაკეთოთ ჩვენ. ესე იგი ველოდები თვითონ იქნებ დამირეკოს. არ გამხსენებია. უნდა გამავწარე. ვაიმე ბავშვს ურეკია. არა, ეს რა არის? 8 არ. დღეს 14. Mas ღირსია ამის. თვალებია გასაწვენდი ტელეფონს. აი. დღეს იყო საშინელი სიცხე, ხო? შევთანხმდით მაგაზე რომ საშინელება იყო. ესე ვერ ვიხმარ, ამას ეს უნდა დავშალო. აი ეს არის თურქეთში რო გავუტეხე ბარბარეს, ხო იცი, მსგავსია ზუსტად, ანუ იმანაც ეგ მოაძრო, მაგრამ საიდან დაიწყო მოხსნა ნეტა. დახოლულია ის და მოაძრო რამე იქნება. დღეს ძალიან ცხელოდა. აი კიდე კაი რომ იქ გრილა ოღონდ მართლა კიდე კაი, თორე საშინე კოშმარი იქნებოდა. როგორ მოაძრო? დაწერებულია? რა ვიცი, რაც არის ეგ არის. დღეს ჩემმა თანამშრომელმა მოიტანა დაბადების დღე ჰქონდა მარხვაში და მოკლედ მარხვის გამო აჩმა უნდა ვიკისრო და არ მოიტანა. ხო და დღეს გამოვატანა თავისმა მეუღლე. ხო და ძალიან გემრიელი იყო ხალხო. მადლობა ქეთო კიდევ და კიდევ ძალიან მაგარი იყო. აი იმიტყვა. აჭარელმა უნდა გამოაცხოს აჭარული კერძი, გააკეთოს. არ უნდა ჩავეთ 14. სვანებმა კუბდარი და ეგეთი რაღაცეები და მეგრელებმა ხო საერთოდ რაღაცა. კახელებმა ხაშლა. მე კვერცხს ავწოვარ. ხო და კარგად ვისიამოვნეთ მოკლედ. ეხლა რომ მოვედი, ცოტა ადრე ალბათ 1 საათით ადრე მოვედი დაახლოებით. ვიბანავე და აი ზუსტად 15-20 წუთი წამოვწექი და მე წამოვხდი და კაია რომ არ დავიზარე, გამოვასუფთავე მტვერსასრუტით, მტრები ავიღე, გამოვწმინდე კუხნია ყველაფერი, ისე რომ
ხვალე რომ მოვალ სამსახურიდან არაფერი არ მექნება გასაკეთებელი გარდა აი ამასული ობობების ჩამოღებისა. ხო და მეტ რაღაცას მოყასწრებს საღამოს ჩემი აი სახლის დამთავრება შორია ჯერ, მაგრამ აი დეკორატიული მას რო ვაკეთებ მოკლედ, ეგ მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ დახამდა უკუნეთია ღამე. ღამე კი რა ეხლა. ხო და ამიტომ დღეს ველოდებოდი რომ ავიღებდი 2 ცალი იაპონური ქათმის კვერცხს, მაგრამ ერთი ავიღე, ამიტომ მთლიანობაში მაქვს 4 იაპონური კვერცხი და ავდექი და ერთი ჩვეულებრივი ქათმის დავამატე, იმიტომ რომ რაღაცნაირი ხანი ველოდო დროა ინკუბატორი დავდგათ. ამ ყველაფერს ნინოსთან ერთად უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რა ვიყო დარეკვით არ მოვიდა რა ქვია კონტაქტზე არ გაყვა. მოკლედ მაქვს კვერცხი. ეს ცოტა დასურილია, მაგრამ ამის გაწმენდა არ შეიძლება. გახსენებათ, ვერ გავრეცხავ. რა ვიცი ხო კვერცხს იმას, ну გაწმენდა როგორ შეიძლება, მაგრამ იყოს ახლა რაც ვიშლი. იაპონური და ჩვეულებრივი. და ეს კიდევაც დიდია. ჩვენ ახლა ეს კვერცხები უნდა დავნიშნოთ, რადგან მოტრიალების დროს ვიცოდეთ რა, ანუ რა გვერდზე იყო და რა გვერდზე უნდა გადავატრიალოთ. ასე გავაკეთოთ. დღეს არის რიცხვი შემახსენეთ 14. ეხლა გადავითვალოთ 21 დღე. აი მე ხახო აი კიდე კვერცხი ძიძილა გამოიჩიკოს გეფიცები უნდა ვიცინო. ბიზნეს ვიწყებ. აი ეს გამოვიღე ეს კვერცხი ბაკის ქვეშიდან შევძვერი მუხლებით დაბანილი ვიხოხიალე რომ გამომეღო მეგონა რომ ორიდან გუშინა გამომეღო იყოს მეთქი ბარემ დადოს იქნებ მეთქი ერთი კიდე იმიტომ რომ ამ ინკუბატორში უნდა ჩავიდეს 5 კვერცხი. მაგრამ რა ვიცი და ავდექი და გამოვათრიე. კვერცხი დანიშნულია. ეხლა დროა ინკუბატორი გავმართოთ და ვიც პირველად ვიყურებს ხახნა ინკუბატორის გამართვას. კი არა და ის ინკუბატორი რომელიც მე მაქვს, ანუ თუ დიცელოდებით ძალიან ცდებით. ეს არის თემიდან გამოწერილი ინკუბატორი, რომელიც დატესტილია ხალხს და იჩეკებიან წიწილებით. მე ხო მეტი არ მინდა. არ მინდა და ეხლა მინდა გადავთვალო 21 დღე. დღეს არის, მოდი დღეს არ ჩავთვალო. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 ორშაბათია. ორშაბათს მუშაობ. როგორ ავღნიშნოთ ორშაბათს რა არის? ანუ რა გავაკეთო? წიწილა დავახატოთ, მოდი. ანუ ჩემ კალენდარს ააქებ მონიშნის ის და 4 აგვისტოს უნდა წიწილა მეცა წიწილების დღე. შენახული. შეხედეთ. არ ვიცი ჩანს თუ არა. მოკლედ 4 აგვისტოს გვაქვს წიწილების დღე. იმედი სწორად გადავთვალე. კაი. всё. აღნიშნულია კალენდარში, მონიშნულია. ეხლა შეგვიძლია ნელა ხო ამას უნდა შესაერთებელი აქ მაქვს მე მგონი მუსიკალური სატენი და აი mini speakers სატენი წესით აქ უნდა იყოს, მაგრამ არ არის. კაი.
მაღლა მომიწევს ასვლა და მაგრამ ეძანება. რა ვშავდი. ჩემი ტელეფონის სატენის ვავიო. ნუ სხვა გზა არ არის, უნდა ავიღო. მოკლედ ჩამოვარ ახლა, თქვენ დაგაპაუზებთ. მოვედი. მახსოვდა რომ აქ ის დინამიკი როა იმას უნდა ქონოდა ეს, მაგრამ არ აქვს, ამიტომ მოხსენით ჩემი Samsung-ის ორიგინალი ბატარი ის არის და იმედია რომ 21 დღე გაკაჩავს ეს შეერთებული. არ გაცხრდება? მოკლედ კაი. რაც არის ეგარი. აი მე სუსველია. ან ეს კი გაკაჩავს? მოდი ტელეფონზე დავტესტოთ ჯერ ჩაირთვება თუ არა. 6 ამპერი. აწევი. ლაშამ თქვა რომ თავისუფლად ინკუბატორი. მანქანას რო ვდგარ რა ქვია იმას, კაცო, ბატო. აკუმულატორი და ანუ გაკაჩავს რა. ნახოთ აბა. ეხლა გადაიწვევ ტელეფონი. აშკარად მუშაობს. კაი, მოდი ცოტა ხანი გამოგაძვირში. და აი ეს წყალი გინდა. ეს 3-4 დღის მერე უნდა მოკლედ ბატარია ეს. და 3-4 დღის მერე უნდა აიღო კვერცხი და ქვემოდან მიანათო მეგონი წვერის მხარიდან. ნუ მოკლედ სიბნელეში და დაინახავ იქ ნაყოფი არსებობს თუ არა. ამას ელემენტები უნდა რომელიც არ მაქვს მე, მაგრამ ტელეფონი მითაც შეგიძლია მოკლედ ეგ ამბავი გააკეთო, ასე რომ დიდად საჭირო ნივთი მე ხო იცდები კარტებში. იყოს ჯერ არსად არ ვაკეთებ, მაგრამ ია ვიცი, ეხლა განახოთ თალად საოცრება. და მოდი რა ჩიმოდა ამაზე. ხო მართლა ხვალე ის ჩემი აკლემი მიმყავს საკუთარ მამასთან რო იყო, საიდანაც მოვიყვანე. ახლა ხო მაჩუკა. დედლად გია. ხო და ჩემთან გამამალდა და ეხლა მე უკან მივყავ, იმიტომ რომ ეს მამალი არ ყავს. კაი. არ ვიცი რაოდენობა წყალი რამდენი უნდა ჩაესხას. საერთოდ არ ვიცი. ამაზე მითხრეს რომ აწერია კიდეც რომ 27-დან 8 გრადუსზე უნდა იყოს. ის რა ქვია? ანუ ეს აქ უნდა ეწეროს და ანუ ეს პნოპკებია, თვალები პნოპკები აქვს. მაგაზე უნდა დააყენო. სავარაუდოდ გადაგზა მოუწევს რომ წყალი ვამატო. იმიტომ რომ ხო სიცხოველი თუ რაც არის ხო ექნება და ანუ თანაც წყალი ვამატო სავარაუდოდ არ ვიცი. და დღეში ერთხელ უნდა ამოვაბრუნო კვერცხი, იმიტომ დავადეთ ეს ნიშნე. მოდი ახლა ამ მისი არ ვიცით. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რომ რაღაცა გამოვა, მაგრამ კაი არ გამოვიდა ჯანდაბას, მაგრამ თუ სხვას გამოვიდა, რატო არ გამოვიდეს მე? ანუ ეს არის შეუძლებელი 100 და ამაში უნდა ჩავალაგოთ კვერცხები. ეხლა ეს ტყუილა მოვიღე უბრალოდ ნახე, მაინტერესებს წყალს რამდენად ჩავასხავ აქ. იცი როგორ სავარაუდოდ მე შპრიცით შემიძლია გამბავი გავაკეთო. მოდი რა ისე ჩაასხი რა, ჯერ და მე შპრიცით დაამატე თავისუფლად. რაიმე რაც ხეცი. ეს ბევრი არ მოგივიდეს რომ კვერცხებმა კურტუმები არ ჩაყოს, კურტუმები ჩაყოს ისა წყალში. კაი. დაეფა. ესეც ეს. მგონი რომ ძალიან სასაცილო რაღაცა. ანუ ეს სინამდვილეში არის პატარა კვერცხების, ანუ ამისთვის კარგია
იმიტომ რომ ეს დაეტევა. მე მომდე იმუშაოს ხარ, არ გადავიდეთ ახლა. ამამდე იმუშ ეს რა არის? ეს ისე უნდა გქონდეს გამოშვებული ალბათ? ალბათ ხოლმე. ალბათ. და განაცდეს. ისე ჩართული არ მინახია ეს არსად. მოკლედ დღეს დავაყენებ ნახატები ზემოთ. ეს უნდა დალაგდეს თუ ესენი. მე მგონი გვერდულად, ხო? ალბათ, რა ვიცი, ხო, რა ვიცი გაწვით. ხო და ხვალე ვავხდი, ანუ ამ წარწერას ხილად აესი ამოვაბრუნებ და დავაფარებ უცბად, ეს უნდა მოხდეს წამიერად. მე ნერვიულობდი ცოტა, რომ ნინოს რო დავუტოვო მეთქი, შეიძლება ვერ ამოაბრუნოს, გატეხოს, დაუვარდეს რაღაცა და მაგას ნერვიულობდი, დღეში თუ რამდენჯერმე დასჭირდება მეთქი და არ დაჭირდება დღეში ერთხელ ამოაბრუნი, არაა პრობლემა. რა ვიცი. ესენი ამისთვის დიდებია. აი, კარგად დიდებია ხალხმოვან და იმედია რავი ჩაეტევა. ვეცდები რომ ჩავტიო. მოკლედ ეს მზათაა. ეს რო კვერცხს ედება, უნდა ედებოდეს? ეს რო იქით მიწვია შეიძლება? ანუ გუზამთხოვნა ავწიო. არ გავფუჭო გოგო. Вообще, ეს ზოგადად საერთოდ არ მინახე ირთვება თუ არა, ის საერთოდ არ მინახია ირთვება თუ არა. ანუ ეს მორჩა ხალხო, დამთავ. ეხლა შევაერთოთ. აი მე უნდა ვიცინო ეს რო შიგნიდან აინთოს. მოდი და არ გაინტერესებთ რა მოხდება. ესე იყავით. იმედია მოწდება აქამდე რომ საჩვენებლად რომ ნახოთ რომ და მე მივწევ. იმე ხალხო დაიცადე აბა მანანა აინთო. ანუ ეს მუშაობს. თმები არ დამივარცხნია ისედაც, მაგრამ იმედია ეხლა ამას რო გავუკეთებ დასავარცხნი არ გავხდე. დაგეკეს და ქალო და კორცხე მე შეგილაგებინა. აი მე. ეხლა მოიცადე. ეხლა დავხედო ზე 24 და 6 აწერია. თვითონ აიწიოს? 4 და 8. მეთქი დამარტყა. 25 და 0 თვითონად ის გეხვეწები მოდით ნახეთ რა. ჯერ ნახეთ რა საგო. ოცდახუთი და 2 ანუ ნენელა თბება. აბა ეს რა არის? ანუ ეს არაფერი არ არის. 25 და 6. 25 და 7. ნახოთ ხა აბა სადამდე ეს ხო კარგად უკედი. ეს კადრში ციმციმებს, ანუ ეს ციფერბლატი თორე სინამდვილეში საერთოდ ოდნავაც არ ციმციმებს. ოდნავადაც კი. 27 და 8-ზე უნდა იყოს. ანუ მე მითხრეს რომ ჩართეო, წყალი ჩაასხიო და დანარჩენსო თვითონ აკეთებს ყველაფერს. 26 და 4-ზე არის. დაველოდო თავიდეს თავისი მანდე და აი მან რო ხალხო რამე გამოჩეკოს. ხო, არ ვიცი, ბიზნეს ვიწყებ, მე და წიწლებს დავყიდი. დენიც არ მგონია მან ხა ისე დაწვას რომ რა იყოს. ეხლა იცი რა მაინტერესებს, წყალს როგორ გავაკონტროლებ.
ანუ ასხია თუ არა. ჩანს. ჩანათებითაც გამოჩნდება მე მგონი რომ კი ჩანს. ანუ წეთებით რომ დავამატოთ ცივი წყალი წესით გაქაჩავს. ერთადერთი რა მარტყოფში არ გამოიხსნა, ხო შეიძლება დენი რო არ გამოიხსნა, ხო შეიძლება 21 დღე ნუ გამორთავთ დენს. საავარიოდ თუ გასაკეთებლად 27.6. ანუ ტემპერატურას გათბათ მეჩვენი. ანუ მე ეს უნდა ავხადო, ჩართულივე უნდა ავხადო. თხილად, ანუ უცბად ავხადო, უცბად ამოვატრიალო და დავაფარო, რომ ის არ დაკარგოს, რა ქვია, ტემპერატურა. ანუ კრუხიცაც ხო რო გადმოვსვა ხოლმე სადღაც, ნუ პრინციპში რა კრუხს რო გადმოვსვა, სანამ შეჭამს რაღაცა 5 წუთიც გასულა, რომ და კვერცხებისი არის ხოლმე და რა მგონი ახლა ერთი ახდით. კი მითხრაგიან რომ 4 დღეში ერთხელ ამოვაბრუნეო, მაგრამ ხან კრუხს 2 დღეში ერთხელ ვსვავდი ხოლმე. მაგრამ კრუხი ხო არ არის ძიძილა ყვითელი. 28 და 4 ხუთს შორის უჭირს ასვლა. ალბათ ეს თვალები ნოკები ანუ არაფერი არ არის. არა და ისე თითქოს ეს რა არის? რა იქ? არაფერი რაღაცა იქ. მიდია არ შეჭირდებოდა. დაკარგი. მე ხამას ისე უნაველოდო, მე ინტერესებს გაჩერდება თუ არა 20 რაზე 27 და 800. 29 არის ზუსტად. ანუ წარმოიდგინეთ ეს რომ აი 2 კვირა არა, აი სადღაც 18 დღე რომ ენთოს და მე შუქი ჩაქრეს. არა შეიძლება გააკეთოს ადამიანი. ნუ სახში რომ ვიქნები კიდე შეიძლება რომ თვილად ლამპუჩკა ჩაუკიდო, ხა რამდენად დავიცა 18 გრადუსს არ ვიცი, მაგრამ რაღაცა სითბოში ვამყოფო ის 2 დღეც. 2-3 ეცდები ხოლმე. ის წიწილები ხომ ასე დაუცარდე ის დედა რო ჭამდა. დეგენერატი 9 წიწილი ხავდა და 4 შეჭამა. მეთქი რა ხდება? სვინუ ჭამს. ერთხელ ფაქტზე არ ეგ იყო ამ ხო ამოსვი. ისინი ხო ცხელი ბოთლით დავზარდე სანამ შუქი არ იყო იმ პერიოდში 2 დღე. ხშირად აკრებოდა ისე რომ კეთილს ვადუღებდი და პირსაწმენს ვაფარებდი ხომ და ამ თბილ კეთილზე პირსაწმენზე თბილად იყვნენ ხოლმე პაწეწინები საათების გამოჩეკილები. ესე გავზარდე 5-ვე იდეალურად ახლა ეგენი მყავს იქ. ხო ერთი მამალი მივკალი. ხო და რა ვიცი ის ვერ გაქჩავს 30 და 1 ანუ რამალია ვიდა 20-დან 27 გრადუსი გაგვინდა აბა შევახოთ ხელი ამდენად არ არის ხოთაშორის თბილი აი მე რა ინკუბატორი გამართული ბიზნესი ვიწყებ აუ მე იმის მეშინია ხო არ გაცხელდება აი ხა მე მგონი უკვე თბილი ესოც ერთი თვე გაკაჩავს შანსია ასე უწოდეთ შეერთებული შეიძლება არც რა მაინტერესებს ტელეფონის ბლოკი შეიძლება რომ მაგდიხარ შეერთო მე მაუწიო აქ რა მაგრამ პრინციპში ხომ მინახია ხოლმე რომ ტელეფონს რო გამოაძრობენ აი აქედან გამოაძრობენ და ის შეერთებულია ხოლმე როგორ მინახია ბევრი აკეთებს მასე და მე მგონი გაკაჩავს რას მეტყვით ეგ მართლა მაინტერესებს 30 და 8 21-მდე ავიდა უჭირს სხვათა შორის შეიძლება თავიდან
ანუ ახლა წარმოიდგინე, ჩვენ გვაქვს 20 რამდენი 16 და 5 ხო? ანუ ეს ხო 16-დან 17 გრადუსი გვაქვს. ხო და ახლა ეს ტემპერატურა აქა? ხვალე ბლომად სანამ ეს 38-მდეა რა ვიცი დავიხოცებ ჩულოდინით ხვალე გვაქვს პივის თევზი გასარეცხი და სამუშაოებელი და სამარილებელი პივის გვაქვს კუმბრია და პარალელურად მე მგონი გვაქვს ანათალით და სალაკაც სალაკას ქვია ბიზანტიური ქაშაყი რა ხო ბალტიის ბიზანტიური შუ ბალტიის პირეთის თუ რაღაცა ეგეთი ქაშაყი ეტიკეტს რო ვთქვა ჯერჯერობით დავამოღამ რომელი კაპარჭინა პივის თევზი რო იყო იცოდით მე არა ანუ რამდენ თევზ სამგორის ბაზარში გავიარე წინაზე რაღაცაზე რავიზე ვიყავი რა და ანუ ჩავიარე და ანუ აქამდე რომ ჩემთვის მარტო სკუმბრის და ჭიჭყინას ვცნობდი ოღონდ თუ პივის თევზს აი სხვა სახეობა საერთოდ აზრზე არ ვიყავი და ხარ ჩავიარე და აი რომ ვიცარი ყველა რომელი თევზი კუდრარი თევზები ელაგა და რომელი თევზი რომელი იყო ვიცანი 32 გრადუსია ხალხნო ეხლა ბუქნათ იცი რა მაინდა ეს ის არის რო ვაშვერინებთ წეგან შიგნით ეგ თერმომეტრის ის იქნება ალბათ რა ტემპერატურას რომელიც უმავს ძალიან მაინდა აქედა მხარეს თბილია უფრო აი მე როგორ მოკლედ ცოტა ხანი დავილოდოთ 32 გრადუსი და ნახოთ ავა თუ არა იქამდე. ხალხო ეხლა სკროლავდი და სანამ მეთქი ეს თქვენ ხო დაგაპაუზეთ სანამ ეს 38-ზე მეტი 35 და რაღაცა თავიდან მაგრად აკრიფა და ეხლა ნელ-ნელა მიდის. ხო და აი ისედაც ხო მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ფეხზე ვიდექით ისედაც. ხო და მაგ ფეხზე მდგომიარე ხალხს შეუერთდით ჩვენს მარტყოფელები. ნეტა ვინ დაურეკა. ეხლა უსმინეთ გეხვეწები. გაი მეორე ვინადგანა ფეხზე. ლილო კიდე ვინადგა? დიახ, სამხრეთ კორეა. დიახ. აი კინჩერილი ჩვენთან არის თუ რა ჩამოსული ყოფილ მასკოვში. დიახ. ჩვენი დაჯუზიები, ნაგიადამდესები. კი. შემოჭი დაიწყო რა სუპრაზე რა და. აი შემოჭი და ეინოცა ანუ კინჩერილი მასკოვშია იყო დღეს. სამხრეთ კორეის და სამხრეთ კორეის ლიდერიოა. იმედია უფრო შეეშალა და უფრო გადაუწყდა არ შეეშალა. ჩვენ ხარდამჭერებო მთელი საქართველო ფეხზე დამიდგა. მთელი საქართველო. ეხლა დავჯერდები ცოტა ხანი. ყველა ამ ასლანას ლაპარაკს აგულინგებს. მადლობა გაიხარეთ და უარდაიჭერეთ და მივხვდით რომ ცილის წამებაა და სუბრალდებებია. გაიხარეთ შემოგვიდგა. ისენ ჯენ დაგეწევს. ვიღაცა ვინ ურეკავს? ეს ხო მარტყოფელი ურეკავს. არ ვიცი, მე სიკეთით უდგები ადამიანებს, სიყვარულით უდგები ადამიანებს, მაგრამ მე წეღანაც მითხრეს უჩიმლე გავშენე უფლებები რომ პირადი შენი გასაჯავრებისთვის უჩიმლე მე არავის არ უჩიმლე ძმაო. მე პოზიტივით ვაგრძელებ. სასაცილო. მარტყოფი რა გვეკალდა. ლილო ფეხზე დგარა უკვე, ლილო ფეხზე ეხა ჩვენ წავდექით.
რა შუაშია ეს მუსიკა, რატო ჩაიხდა ჩემ ტელეფონში? სამხრეთ კორეის ლიდერი როა, ხო იცი, კიმ ჩენ ინიო. ეგ ხა ჩემთან სუფრაზე მარტ ტოპშია. აი მე მარტყოფელებს ავდექით. კარგი რა დავეღალა გული დასული 26 და 1-ია და ცოტა ხანი დაგაპაუზებ. ცოდოები ხარ. როგორც იქნა ხალხო მივიდა 37 და 8-მდე. 27 და 6-ია ეხლა. წავა იყო. ანუ მე თამაშო. და თან ნინომ დამირეკა ამასობაში სკვერში ყოფილა წასვლები და საამით გავალთო და ამდენი ხანი იქ ვართ. 22 და 26. არ ვიცი არ ჩანს მანდ. მოგეთ 11-ის ნახევარი ასე რომ თქვა უხეშად და აი ესე ვშვები აი. ეხლა მას მივატოვებ. ცოტა იმაზე მენერვიულება რომ ცხელდება. და მე გაკაჩავს ერთი თვე კი და 3 კვირა. ხო და წავალ ახლა შევიყვან ქათმებ და დავაბინავებ და წავალ და დავწევი. ისე მაგრამ ეცინება მე წაგვიდგე. 27 და 7. 27 და 7. აი თამაშობს. არა და წეღარო ჩავთე. იყო 37 და 8. ანუ მას ესე გავწე. ან იყოს აქ. არ გავატოკებ. იყოს აქ, იყავი აქ. მე შემოვხედა უბრალოდ რომ ანთია თუ არა. რა ვიცხილია რა. აი 37 და 8, 37 და 9-ზე მე ყავს. ეს ხარ რა ხდება? ანუ ამას ეს ვერ რა უნდა და ნინოს? ხო ნინო? ეკავდი და გირეკავდი ქალო წერაფა ხო დარეკე ახლა? ხო. აი მე კარგი. კარგი. ჯერ მესენჯერში ვურეკე, მე თვითონ ტელეფონზე ვურეკე, რომ ქემეთ იქ ხმა გაიშულდა. იქ ხო დამირეკა, ხახაც დამირეკა. ბადი. მოკეთ 27, 6, 7-ზე და 8-ზე მე ყევს. ხო და წავედი ახლა მე რა. მაგრამ ეძინება და ახალ დილაზე ყავაზე შემოგიქროლებთ. ნახოთ რა სწავ ჩვენ ძიძილები. თითქოს იმედი მაქვს, მაგრამ 50-50-ია შანსი იმის რომ გამოიჩეკოს, ერთი ის რომ რამდენად გაამართლებს და მეორე ის რომ შუქი რამდენად არ ჩაქრება 3 კვირის მანძილზე. ანუ 2-1 რა, ანუ 2 არის არ გამოჩეკის. ნახოთ. კარგი. აბა დილების ახალხნები, კარგად იყო.